როდესაც აქ ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ იმ დღის გაცნობიერებებს, რა გავაკეთეთ, რა არ გამოგვივიდა ჩვენს სისუსტეებს, ეს ახლა ცუდ ხასიათზე ვარ, ახლა ტირილი მინდა, ეხლა ვიღიმი, ეხლა ბედნიერი ვარ. ამას რო უზიარებთ ერთმანეთს და ეს ველი რო იქმნება, ესეთი სიახლოვის, სიყვარულის ველი, მერე კი მასალები დაგრჩებათ, მაგრამ აი ეს განუმეორებელია, გამიგეთ, იმიტომ არიან 11ჯერ და 12ჯერ გზის დისფაქტორელები მოდიან და მოდიან განმეორებით, რომ ეს შეიგრძნონ ეს ველი სიყვარულის მდგომარეობა და ეს საერთო ენერგეტიკული ცვლილება. ამიტომ ჯერ გვაქვს დრო და თქვენ შეგიძლიათ, ეხლა მოსამე მოდული კი იწყება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ, არასდროს არ არის გვიან მესამე მოდული დაიწყეთ თავიდან თითქოს ტრენინგი დაიწყეთ მესამე მოდული და მე უკვე პირველს დაუბრუნდით, როცა მორჩებით, ამიტომ ვინც არ აქტიურობს იმათთვის. ეხლა რა გავიარეთ მეორე მოდულში? ჩვენ გვქონდა სამი დედა დედამიწა, ეს არის დუალობის სამყარო. ვერსად ვერ გავექცევით, აქ არის პლუს, მინუს, აღმართ-დაღმართი, არის ცივი, ცხელი, კარგი, ცუდი, ლამაზი, უშნო. აი ამ მოცემულობებს, შეფასებებს ვერაფერს ვერ გავექცევით და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ მოცემულობაში ადაპტირება, ბალანსირება და ჰარმონიაში მოყვანა. ორივე ენერგია საჭიროა, მინუსი საჭიროა იმისათვის, პრობლემები საჭიროა, წინააღმდეგებები საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ ვისწავლოთ ამითი პლუსში გადასვლა. აბა წარმოიდგინეთ, ჩვენ რო ბედნიერად ცხოვრობდნენ, ჩვენ რო ლაღავ ცხოვრობდნენ, ჩვენ რო ყველაფერი გქონდეს გაფიქრებისთანავე და საერთოდ იყო ესე, ვინც სამყაროს ანაბანაში წამოვა, ჩვენი ცივილიზაცია, ანუ ჩვენი წინა მეხსიერება სულის იყო ესეთ ლემურიელების ხანაში, როცა ყველაფერი მენტალურად უსრულდებოდა და არაფერზე არ სჭირდებოდა ფიზიკური გარჯა და ცხოვრობდნენ 1000 წელი და თუ მერე მოისურვებდნენ, კიდევ ცხოვრობდნენ, აი ესეთი პერიოდი ქონდა ჩვენს სულის მეხსიერებას აქვს ეს პერიოდი ლემურიელების და რა მოხდა მაშინ? მოხდა ის, რომ ადამიანები გაზარმაცდნენ, საერთოდ არ ვითარდებოდნენ, არ ხდებოდა განვითარება. ამიტომ მოხდა მერე რაღაცა კატასტროფა, რომ თავიდან ცივილიზაცია დაწყებულიყო, ან გადარესტარტება მომხდარიყო. ამიტომ ჩვენ ახლა დედამიწაზე ყველაზე დაბალ სულიერ სამყაროში ვართ, დედამიწელობა ეს არის ყველაზე დაბალი სულიერი მოცემულობა, სამყარო, სულიერები, სადაც ღვთის ენერგია არის ძალიან ცოტა და ღვთიური ენერგია ორივე, მაგრამ ნახეთ, სუფთა ღვთიური ენერგია